1968 წელს. ადრეული ცხოვრება და განათლება. მარტინ ლუთერ კინგი უმცროსი, თავდაპირველად მაიკლ ლუთერ კინგ უმცროსის სახელით დაიბადა ატლანტაში, ჯორჯიის შტატში. მეტი წლიდან მის მკვლელობამდე, მისი მამა, მარტინ ლუთერ კინგი უფროსი და ბაბუა, ორივე ბაპტისტი მღვდლები იყვნენ. მამამ მოგვიანებით თავის თავს და შვილსაც მარტინ ლუთერ კინგი დაარქვა გერმანელი რეფორმატორის, მარტინ ლუთერის პატივსაცემად. კინგმა განათლება მიიღო სეგრეგირებულ საჯარო სკოლებში, საშუალო სკოლა 15 წლის ასაკში დაამთავრა. 1948 წელს დაამთავრა მორჰაუსის კოლეჯი, შემდეგ სწავლობდა კროზერის თეოლოგიურ სემინარიაში, პენსილვანიაში, სადაც 1951 წელს მიიღო ბაკალავრის ხარისხი ღვთისმეტყველებაში. სწავლა ბოსტონის უნივერსიტეტში გააგრძელა, სადაც 1955 წელს ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მოიპოვა. სამოქალაქო უფლებების მოძრაობის ლიდერი. 1954 წელს მარტინ ლუთერ კინგი მონტგომერის, ალაბამას შტატში, ბაპტისტური ეკლესიის პასტორი გახდა. ის იყო რასობრივი თანასწორობისთვის ბრძოლის აქტიური მომხრე და გახდა ამერიკაში სამოქალაქო უფლებების მოძრაობის წამყვანი ფიგურა. მისი მოღვაწეობის მნიშვნელოვანი მომენტები. მონტგომერის ავტობუსის ბოიკოტი 1955-1956, როდესაც როზა პარქსი დააპატიმრეს ავტობუსში ადგილის დათმობაზე უარის თქმის გამო. კინგმა უხელმძღვანელა 381 დღიან ბოიკოტს მონტგომერის ავტობუსების სისტემის წინააღმდეგ. ამან გამოიწვია აშის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ ავტობუსებში სეგრეგაცია არაკონსტიტუციური იყო. სამხრეთ ქრისტიანული ლიდერობის კონფერენცია 1957 წელს კინგი გახდა ის პრეზიდენტი ორგანიზაციის, რომლის მიზანი იყო სამოქალაქო უფლებების მოძრაობისთვის ახალი ლიდერობის უზრუნველყოფა არაძალადობრივი მეთოდების გამოყენებით, ქრისტიანული რწმენისა და მაჰათმა განდის ფილოსოფიის შთაგონებით. მარში ვაშინგტონზე და მე მაქვს ოცნებას სიტყვა 1963, ის იყო ვაშინგტონზე მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორი, სადაც ლინკოლნის მემორიალის წინ წარმოთქვა თავისი ლეგენდარული სიტყვა მე მაქვს ოცნება. ეს სიტყვა მოუწოდებდა რასობრივ ჰარმონიასა და თანასწორობას. სამოქალაქო უფლებების აქტი 1964 და ხმის მიცემის უფლებათა აქტი 1965. კინგის ძალისხმევა მნიშვნელოვანი იყო 1964 წლის სამოქალაქო უფლებების აქტისა და 1965 წლის ხმის მიცემის უფლებათა აქტის მიღებაში, რომლებმაც დაასრულეს კანონიერი სეგრეგაცია და უზრუნველყვეს აფროამერიკელებისთვის ხმის მიცემის უფლება. ნობელის მშვიდობის პრემია 1964 ერასობრივი უთანასწორობის წინააღმდეგ არაძალადობრივი წინააღმდეგობისთვის კინგს ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭა. ის 35 წლის ასაკში იყო ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატი ამ დროისთვის. მემკვიდრეობა. მარტინ ლუთერ კინგი უმცროსი მოკლეს 1968 წლის 4 აპრილს, მემფისში, ტენესის შტატში. მიუხედავად მისი ტრაგიკული სიკვდილისა, მისმა მოღვაწეობამ სამუდამოდ შეცვალა ამერიკა და დიდი გავლენა მოახდინა მსოფლიოში ტოლერანტული საზოგადოების ჩამოყალიბებაზე. მისი სახელი სიმბოლოა სამართლიანობის, თანასწორობისა და არაძალადობრივი ბრძოლის.